გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ბევრს ჰგონია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში დედამიწაზე ყველა მნიშვნელოვანი საბადო უკვე აღმოჩენილია. სინამდვილეში ეს ასე არ არის. გეოლოგებისთვის საბადოების ძებნა დღემდე რთული და არასრული პროცესია. დედამიწის ქერქი არ არის ერთგვაროვანი და გამჭვირვალე. მისი დიდი ნაწილი დაფარულია ნალექებით, ტყეებით, ყინულით, უდაბნოებითა და ოკეანეებით. ამ პირობებში მიწისქვეშ არსებული რესურსების პირდაპირი დანახვა შეუძლებელია. საბადო შეიძლება იმალებოდეს ძალიან დიდ სიღრმეზე. ზედაპირიდან ხშირად არ არსებობს არანაირი მინიშნება, რომ ქვეშ ღირებული რესურსია. გეოლოგებს უწევთ მუშაობა არაპირდაპირი ნიშნებით, რაც ყოველთვის ზუსტ შედეგს არ იძლევა. მნიშვნელოვანი პრობლემა არის გეოლოგიური პროცესების სირთულე. ქანები მილიონობით წლის განმავლობაში იშლება, გადაადგილდება და იცვლება. საბადო, რომელიც ერთ დროს ზედაპირთან ახლოს იყო, შეიძლება დღეს ღრმად იყოს ჩაფლული ან დეფორმირებული. თანამედროვე ტექნოლოგიებით შეზღუდულია. გეოფიზიკური მეთოდები, როგორიცაა სეისმური, მაგნიტური და ელექტრული კვლევები, გვაძლევს მიწისქვეშა სტრუქტურების ზოგად სურათს. მაგრამ ეს მონაცემები საჭიროებს ინტერპრეტაციას და ხშირად რამდენიმე განსხვავებული ახსნა შეიძლება ჰქონდეს. გეოლოგია ზუსტი მეცნიერება არ არის მათემატიკის მსგავსად. გეოლოგები ქმნიან მოდელებს არსებული მონაცემების საფუძველზე, მაგრამ ეს მოდელები ყოველთვის არ ემთხვევა რეალობას. ზოგჯერ ბუროა ადასტურებს პროგნოზს, ზოგჯერ კი სრულიად სხვა სურათი გვხვდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკა. საბადოების ძებნა ძვირია. საჭიროა ტექნიკა, სპეციალისტები, ლაბორატორიული კვლევები და დრო. ყველა რეგიონში კვლევის ჩატარება ფინანსურად გამართლებული არ არის. ზოგიერთ ტერიტორიაზე კვლევას აფერხებს რთული რელიეფი, ექსტრემალური კლიმატი ან პოლიტიკური არასტაბილურობა. არის რეგიონები, სადაც გეოლოგიური პოტენციალი არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად მიუწვდომელია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ გარემოს დაცვითი შეზღუდვები. ბევრ ქვეყანაში ბუნებრივი ტერიტორიების დაცვა ზღუდავს ფართომასშტაბიან კვლევებსა და ბუროვას. ეს მნიშვნელოვანია ეკოსისტემების შესანარჩუნებლად, მაგრამ ამავდროულად ზღუდავს რესურსების აღმოჩენას. ამ ყველაფრის გამო საბადოების პოვნა ყოველთვის დაკავშირებულია რისკთან. არ არსებობს მეთოდი, რომელიც 100%-ით გარანტირებულ შედეგს იძლევა. გეოლოგიური კვლევა არის მეცნიერების, გამოცდილებისა და ალბათობის ერთობლიობა. შედეგად დედამიწის ქერქში დღემდე რჩება უამრავი უცნობი რესურსი. ზოგი მათგანი მომავალში აღმოაჩინება, ზოგი კი შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს დაუდგენელი. საბადოების ძებნა გვასწავლის ერთ რამეს. დედამიწა ბევრად უფრო რთული და ნაკლებად შესწავლილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ გინდა უკეთ გაიგო, როგორ მუშაობს დედამიწა და როგორ სწავლობენ მას გეოლოგები. გამოიწერე არხი გეოკორი და გააგრძელე ეს გზა ჩვენთან ერთად.